ყველას მოგესალმებით. ამ სურათზე თქვენ ხედავთ ფრიდონ ნიჟარაძის ნახატს. ფრიდონ ნიჟარაძე არის და იყო და არის ის პიროვნება და იქნება ის პიროვნება, რომელმაც პატიოსნად დაიცვა თამარ მეფის თანატოვარი განძი. და არა მხოლოდ თამარ მეფის თანატოვარი განძი, არამედ სვანეთის მემკვიდრეობა. ვიდრე თქვენ ამა თუ იმ სახელმწიფოზე დაამყარებდეთ იმედებს, მე მინდა აი ეს სიმღერა კარგად მოისმინოთ, თუ რას გვეუბნება სულიწმინდა რა უნდა მოხდეს, რომ თამარ მეფე აღდგეს. კარგად მოისმინეთ. ვასელზე მეტია თამარ მეფის აკლდამა, სადღაც გადამალულში საძებარი გამხდარა. ახლობდა დღე აღდგომის, რისაც მინდა თიცინეთ, თამარ მეფეს სამს დავითვლილის გაბით კი ერთით მეც. 2026-ში გამომბრძანდეს უნდა, დაამზადეთ მათ გვარის შაბათ-არძლოს უფრა. რასოცით მანაცნავი ოქროს მურთულებით, ოქროსია გავის ფასი და ოქროზე მეტის. ყველერავინ ვერ ჩაიცმევს, თამარს თუ ითაცვია, ახალია ძველის მსგავსი უკვე აღმგარია. გველოდება დიდი შოუ, მალე გაგვირდებით, როგორ შეძლო თამარმა და თლია საკვირველი. 2026-ში გამომბრძანდეს უნდა, გაამზადეთ მათ გვარის შაბათ-არძლოს უფრა. რასოცით მანაცნავი ოქროს მურთულებით, ოქროსია გავის ფასი და ოქროზე ერთი სიტყვით, ესე იგი, თქვენ ყველანი, ერი, ბერი და ყველა, ვინც ამ საკითხს ელოდებით, ამ საკითხის გახსნას, სანამ ამ სიტყვების არსში ვერ ჩაწვდებით და თითოეული სიტყვის გააზრებას ვერ გააკეთებთ, მანამდე თამარ მეფის აკლდამა თქვენ არ გაგეხსნებათ. ერთსაც და ბერსაც ვეუბნებია. როდესაც საპატრიარქომ
ფრიდონ ნიჟარაძეში ვერ დაინახა ის დიდსულოვნება, ის პატრიოტიზმი, რაც ქართულს უნდა გააჩნდეს და ადამიანი მოათავსა ფსიქიატრიულში და მისი დიდსულოვნება ასე დააკნინა, თქვენ გგონიათ, რომ თამარ მეფე თქვენ დაგენახებათ? ერსაც და ბერსაც ვეუბნები. სანამ თქვენ ვერ გაიაზრებთ, თუ რას ნიშნავს თამარ მეფის აკლდამის გახსნა, რომ თამარ მეფის აკლდამის გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ოქრო და ვერცხლები ვიპოვოთ, რომ თამარ მეფის აკლდამის გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვირგვინები დავადგათ ვიღაცეებს, რომ თამარ მეფის აკლდამის გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წერილები ვეძიოთ და შემდეგ ამ წერილებით მოვიპოვოთ ამა თუ იმ საპატრიარქოს ამ საპატრიარქოსა თუ მსოფლიო პოლიტიკის აღიარება, თქვენ ვერ მიიღებთ ვერც წერილს და ვერც თამარის აკლდამის გახსნის უფლებას. ამას მე გეუბნებით თქვენ სრული პასუხისმგებლობით რა. ერსაც და ბერსაც, სრულიად მეუფეებსაც და სრულიად პოლიტიკოსებსაც გეუბნებით. ბარე ორს გინდათ ამ საკითხის გახსნა, მაგრამ ვერ მიიღებთ მეთქი. თქვენ ვერ აფასებთ და ვერ ხედავთ ადამიანში ქრისტეს. თქვენ ვერ ხედავთ ქრისტეს და სანამ თქვენ ქრისტეს ვერ ხედავთ, სანამ თქვენ არ შეინანებთ, სანამ თქვენ თქვენს თავებს არ დაინახავთ და თქვენს მეებს არ მოიკვეთ, მანამდე თქვენ ვერ იხილავთ თამარ მეფის აკლდამას. არც ერთ ადამიანს არ უთქვავს, თუ რამხელა ღვაწლში იყო ფრიდონ ნიჟარაძე. არც ერთ მეუფეს და არც ერთ პოლიტიკოს არ უღიარებია ეს, არამედ ადამიანი მოათავსეს ფსიქიატრიულში და მისი ცხოვრება წარმართეს ჯოჯოხეთურად. და აი ეს ჯოჯოხეთი თქვენ დაგატყდეთ თავზე, ამინ ამენით, სანამ თქვენ გონს არ მოხვალთ და სანამ თქვენ არ შეძლებთ აღიარებას ადამიანში დაინახოთ ქრისტე. თქვენ ეძებთ მმართველებს, თქვენ ეძებთ ცრუ მეფეებს, თქვენ ეძებთ ცრუ მეუფეებსა და ცრუ აღიარებებს, თუმცა ვინც ყავთ, იმას ვერ ხედავთ და ვინც ქრისტია, იმაში ვერ ხედავთ ქრისტეს. პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია ვთქვა, ფრიდონ ნიჟარაძე იყო ქრისტეს კაცი. ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც სვანეთში წარმოადგენდა ქრისტეს. ადამიანი ვერ დააფასეთ, ადამიანი სრულიად საპატრიარქოს მიერ იქნა იგნორირებული, უარყოფილი და დამცირებული. და თქვენ გინდათ, რომ ახლა თამარ მეფის აკლდამა გახსნათ თქვენ და თქვენ იყოთ თამარ მეფის წარმომადგენლები? ვინც თამარ მეფის წარმომადგენელია, ის არის ქრისტეს კაცი. და თქვენ ქრისტეს თუ ვერ ხედავთ, ვერასდროს ეღირსებით თამარ მეფის აკლდამის გახსნას.